ოპლია. ვა. აი, ჩემო ჯიგრებო, ესეც ხინკალი. აუ. აბა ჩემო ჯიგრებო, დღეს ჩვენ ხინკალს გავაკეთებთ, ხინკალს და ოღონდ აი მე დღეს მარტო მივეხმარებით. აი ესეთი კაცი მოვიყვანე, ნაღდი ქართველი, დამტყმელი, ჩამტყმელი, ვაჟკაცი ნიკოლოზი და გააკეთებს სასწავლო ხინკალს. გონდა მაგარი დუქანი, მაგრამ ხო იცი საქართველოში როგორ არის მე. ხან იქიდან მიუდგნენ, ხან აქედან მოვიდნენ, ბოლოს დაანება თავი ამ კაცმა, მაგრამ ეხლა გასწავლით, კაი ხინკალი როგორ გააკეთდება, ნაღდი ქალაქურ ხინკალს, რასაც ეძახიან, ნაღდი ხორცით, გაუყინავი ხორცით, ეს ნამამაძაღლები და რაღაც რო არ არის ისეთი და მოდი ეხლა სანამ ნიკოლოზ ჩვენ დავიწყებთ, ყველაფერს უყურს დავუცვა, ხო. ხო და დავუცვოთ, აგერ შენ ნადირობა გიყვარს, ხო? თევზაობა ხო სასწაულად გიყვარს და აი ძმაო, აგერა. ეს არის 32 კალიბრი, ხო? ხო, არ ვიცი, ეს რაღაცა ვაფშე მე მგონი ტანკსაწინააღმდეგოა. ტანკსაწინააღმდეგო, ეს არაყი ჩემი გაკეთებულია ძმაო. იმისი რა ქვია, ტარხუნაა, სუფთა, ხორბლის პირზე. ვიშნიოკაა. ტარხუნა ხო, ტარხუნაა დაყენებული და აბა, ჩემო კარგო, გაგვიმარჯოს. მაგათ ვიყოთ. უფალმა სიხარული ბედნიერება და წავედით. წყალი ჩავასხოთ. კოკითა. ხო, მოდი თან ახლა. თან შეგეკითხებით. ანუ შენ მაშინ მითხარი რომ თითქოს არ ჭირდება მაცივარში წონს. არაფერი არ უნდა. რო არ დასკდეს. ანუ არ გაგისკდეს. თავარია მაგარი წონი მოიზილოს. ეხლა კაცო შენსავით ყველა კლავჭიდელი და არ არის ტანგისტი და ჰაი და ჰოი და ეხლა მოიზილოს კაია რა. ჯანი. ნელა ცოტა და მოიზილება. აბა სად იყო მაშინ? მაგრამ თავში. მაცილებს სად იყო რომ აკეთებდნენ? ხო არის. ჩვენ წინაპრები. მაგრამ დუქნები ხო იყო რაღაცა ცოტა პადუალი რაღაცა. არა, აი რა. მაგრამ ესე თვალი ზომით თუ აი როგორ რა. ხინკალში ცონს უხდება. და ცივი უნდა იყოს წყალი? აი ზოგი თითქოს ადუღებულ წყალზე რო ლაპარაკობენ, აი არა ხო ადუღებულ წყალს. არა თეთრი რო გამოვიდეს ვაი პრიალა და რაღაცა ეგეთი. არა ხო? არა. ის პრიალა გამოდის იმის სტანოკისისა. წონი. სტანოკის? თვითონ ის უაფრთხილებს. გასაგები. გასაგებია. ესე იგი ამას ახლა მთელი მთავარი არსი ამისი არის ის რომ რაც შეიძლება მაგრად უნდა გადაიზილოს. კი ბატონო. და რამდენი ხანში მოიზილება ეს წონი ახლა? 10 წუთში. 10 წუთში? დუქინა დაინიშნებ რა. ხო, მაგრამ მაინც ხო გეუბნები შენ, ის გვინდა ჩვენ რა, ის გვინდა ხალხს უთხრათ რომ ცოტა რაღაცა თორე ახლა შენ წარმოიდგინე რომ ხალებსაც უყვართ ხინკალი. ეხლა შილაკივა გაგამიყოლი იმას შილაკივა დამიყარებ ქვილი ჯანზე რო ვერ არის ხო ეხლავე ეგრევე ამ რო არის შენ მაგრამ სულ არა ნახევარი ჩემი პროპორცია რაც არის всё ქვილი გვარ კიდე არა გვიყოფე შენ იმდენი მოიტანე და თუ კიდე დაგვაკლდა ჩემი რაც არის ზომა შეჩეული მაქვს აი რასაც ზილა ხოლმე ისე ჩავასხი აი ხლა ეს 3 კილო იყო შევეთქვი ხო აი რამ ტექნიკას გააკეთებ საერთო ჯემში აი ოჯახის პირობებზე ერთი 150 წელი კარგად ხორციც კარგად უნდა გქნა ხო კაცო აი ხლა რა ხო რა ვყიდით არ მომწყიდეთ მაგრამ გასაყიდეთ ხო ხო აი მაგასო რო გასაყიდათას რო იყოს უნდა ეკეთებოდეს ნიკოლოს საუკეთესო კი ბატონო აი ეგრე ვაკეთებდი ზუსტად მე რო ვარჩევდი ჯირკვლებისგან კვანძები რაც არის ყესი ეგ უნდა აუცილებლად გამოიჩ გასვთავდეს ჩემო ნიკოლოს სანამ შენ ამას 10 წუთს დედას უტირებ და დააბოქსავებ მე წავალ და ესე იგი ცეცხლს და წყალს მივცხებ კი ბატონო გააძლევ უფლებას კი ბატონო დღეს შენ ხარ გაზერი აბა დავუცოთ ცეცხლი გაუზადოთ ბატონ ნიკოლოს მენც ხინკალს ელოდები ვა შემოვადგათ ცეცხლი ლეკვაბი ოპა წყალი მოუშვათ წყალი მოგრედ ბატონმა ნიკოლოზმა გვითხრა ესეო თითქმის შეავსეთო იმიტომ ცოტა ჩაიშრობს რო
მოკლედ ნიკოლოზმა შეასრულა თავის სიტყვა, რაც უჩინოზილა ერთი ჯამი. ეს რა ქვია, ცომი, სახინკლე. ეხლა გადავალთ ხორცზე, ხო? ხორცზე და იქაც შენ ახსნი რა, როგორ არა, რამს მე მოგაშორებ ეხლა და ხორცისთვის გაგიმზადებ ყველაფერს. აი შენ ხარ შეფი ყველაფერი. აბა, ბატონო ნიკოლოზ, ეხლა ესენი არის ყავები. ყავები. ანუ მქონი არა. მქონიც არის, მაგრამ ეს არის ყავი. გასაგებია. ეს შიგნით რომ დისკომფორტი არ შეგიქმნას, უნდა მოცილდეს. ანუ აი ეს რო იცი ახლა ხვეცი შენ ხინკალში დავაი და გავეში. არა. მანქანა ტრიალებს და ყველაფერი წავა არა. ეს არის ზალკივი. ხო. ეს ეგრე არა. ცოტა შევაყოლებთ ცხიმს. ცხიმი რომელიც არის. გასაგებია. დანჩენი ჩიკას ვაჭრობთ, კაცო, ხარ ჯიგარი. ეს არის? ხო, ეს უნდა გადავალოთ. ათხოდი. всё. ათხოდი უნდა გავუშვათ საათხოდიში. კი ბატონო. გასაგებია. ძალიან კარგი, ძალიან კაი. ამას გავარჩევ. ხო, მაგათ მიდი. ცხიმიც არის, იმაში არ უნდა იყოს საერთოდ. აი ცხიმიანი რო არის ძალიან. ხო, ხინკალი. კი, არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. მაინც აქვს ხო იმ ხორცს თავისი ცხიმი, ანუ სალადა. აი ვაყოლებ ხორცსაც ხო უშვები და თავის ცხიმს აძლევს. სხვათა შორის ზოგი არის ხო აი თითქოს ამბობს რომ მარტო საქონლისგან და საქონლის მაგრამ ძალიან მალე როგორც კი პატარაზე შეცივდება. აი რაღაც საშინელი გზნობა რამერე რა იმას რა. აი ახლა ესენი არის? ხო. სულ ის რა ქვია. ხო, არა, რაც ესე ზედმეტი უნდა მოიჭრას რა. კი ბატონო. ახლა აქ იყო კილო არის ახლა ეს საქონლის ხორცი და 9 კილო არის ღორის ხორცი. აი ახლა რამდენი ხინკალი გამოვა ნიკოლოზ დაახლოებით აი ოჯახის პირობებზე? ოჯახი არ ვთქვა, აი საერთოდ გინდა რესტორნის პირობებზე. აი რამდენი გამოვა რა, რამდენი ცალი გამოდის? 100 ცალი გამოვა. 100 ცალი გამოვა. კარგი ხინკალი გამოვა 100 ცალი. კი ბატონო. აბა მაშინ რა გამოდის ესე იგი ნიკოლოზ რომ რეალურად ახლა ამაში გადახდილი არის 33 ლარი არის ბილში გადახდილი საქონლის და 20 ლარი არის აი ბილში გადახდილი ხორცი და ქართული ხორცია, რა თქმა უნდა, ორივე და გაუყინავი და ყველაფერი. ანუ გამოდის რა, რომ 50-60 თეთრი თვითღირებულება? კი, ეგრე ხდება. და 2.5-ს მოვახუნებ. მაგრამ აი ეგ არ არის კიდე რა. მე არა ვარ ხოლმე გაბრაზებული როგორ ხავს, ცინიკა. ფასს უადებს, იმიტომ შრომაა ძმაო. შრომაა. მაგრამ ნახე რა არის, შენ თუ ფასს ადებ, ყველა ნახევარს. კი ბატონო, უნდა იყოს სუპერი. ქათამს და ფარს და მამაძაღლობას და მაგიტომაც დავკეტე მე. ხორბა არ უნდა იკადრო რა. მაგიტომაც დავკეტე რომ არ გაური არაფერი და მაგიტომაც გავჩეთი. ხო, აი ეს აი დავინახე პირდაპირ ჩანს ახლა ეს რო ეს არა ქვია. აბა ახლა ეს ხო, ეს არ უნდა ვქნა. და ბევრი ამას დაარახ, ამას კი არა, იმას მე არ ახუნებს. ეს შეიძლება უკვე ცხიმი არა და ხო. ღორის ხორცი მე მგონი არაფერიც არა, ღორის ხორცი უკვე შვენიერია. კიდე უფრო ცხიმიანი უნდა იყოს თუ ნორმალურია? კი, ჯობდა ცხიმიანი. კიდე უფრო ცხიმიანი? ხო, აი გარი რა, გააკეთე 2.5-ს რო ადებს, 3 დაადე სიტყვაზე. აი გააკეთე, კაცი, საქართველოში რა, ყველაზე ცუდი რა არის. აი ხომ მიხვალ სადაც რაღაც. ნახო მართლა გინდა ხინკალს აიღებ, გინდა მწვანს აიღებ, გინდა ხაჭაპურს. მაგარი შეხვდები, მართლა მაგარი გაკეთებ. ერთვის შემდეგ მოხდები იქ, ა? კი, აბანძი. ნაგავი უკვე რა, გადასაყრელი რა. კი ბატონო. გასაგებია, ესე იგი ესე საქონლის ხორცი, ესე ღორის ხორცს მე მგონი არც არაფერი არ დაჭირდება რა, რასაც ჩვენ ვხედავთ რა. რო ვასწავლე მე მეხილე რომ მოვიყვანე. მე უთხარი ახლა დავჭირი მეთქი და ხორცი უნდა გავრიცხო მეთქი და რა თქმა უნდა გარიცხო. აბა, გიგონება თავის დაკრული იყო რა. სადია. ხო ეს იმაშია რა ქვია, სუპერმარკეტშია ნაყიდი მართლა სადაც მაინც უნდა გარის. მაინც უნდა აუცილებლად. თვითონ ბოინიდან რომ მოდის. კი, სად მანქანებში ყრიან. გასაგებია. ერთი ამას. გასაგებია. მაგრამ მე მგონი ექნება ხო მაინც თავისი ცხიმი. წალ დავამატებ და წვენს. ესე ჩვეულებრივად ღორიც ესე ყველაფერი უნდა გაირეცხოს არც ერთ შემთხვევაში ის არის. და შენ ამბობდი დაჭრილი, ხო? დაჭრილი უნდა გაირეცხოს, ხო? დაჭრილი, ხო? გაატარებს ამხილებს მანქანა თუ დავჭრილი? გაატარებს ჩვეულებრივად. კი, რაზომაც შენ დაჭრილი გაქვს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გაატარებს უყურებს. აჰა. კარგი ძმო, კარგი. კარგია. კარგია, მე რომ მოიხარშება ხო შენ და 8 ხტოხდება და შავციცაკას მომაყრი და მე რომ მეცივარახ და მე ლუცთან ერთად 1-2 წელი კოჰაბიტაცია, აი ეს არის კარგი. აი ეს არის ცხოვრება. შემოგე. კარგი, ეხლა რითი ვაგრძელებთ ჩვენ ამას, რას ვამატებთ ეხლა? ხახვი. ეხლა გავრიცხოთ, ხახვი გავარჩიოთ, წვანილი. ხინძი ხელით უნდა დავწეროთ აუცილებლად. კი ბატონო. რომ თავის ავრომატები და შეინარჩუნოს. ეს ეხლა გავაცხოთ, ხო? თავისთავად, აბა. პირველ რიგში გავაცხოთ. ისე არ გავაკეთებ. წავედით.
აი რამდენი ესე იგი ეგრეთ წოდებული ათხოვდი დარჩა მარტო იმისგან რა ქვია საქონლის ხორცისგან რა ანუ აჭრა უნდა აჭრა როგორც ნიკოლოზი ამბობს მართალია ცუდი ხორცით კაი ხინკალი არ გამოდის კი ბატონო მოგეს ეს ხალხზე გადავდივარ თავისთავად შენ მე მითხარი წითელი ხახული აუცილებლად რატომ აუცილებლად წითელი ეხლა რატო იცი რომ მაგალითად მე როგორც ვიცი საერთოდ ხოლმე კერძებში კიდე მოსატვირთად იმას ყოველთვის მარობენ თეთრ ხახულს კი ბატონო და აი თუ სადმე სალათია ის არის წითელ ხახულს ხო რას ვშვები ხო წითელს ხო მაგრამ ხო იმიტომ რომ ისა უმათ ანუ სადაც უფრო უმათ არის ხო საუბარი და აი რატო ხინკალში მაინც ხო იხარშება და რატო არის არა შიგნით იმდენ არის ხარშება და თავის ანუ ისა გემო კი ძალიან სხვა გემო აქვს გასაგებია ანუ წითელი უნდა იყოს ხახული კი ბატონო გასაგებია ასე რომ წითელი ხახვი ჩემო ჯიგრებო წითელი ხახვი აჰა რამდენი წელი დაგჭირდება ახლა ჩვენ ამ იმისთვის აი 4-ვე თუ უფრო მეტი გულები საერთოდ ხახვი უხდებით 3 თავი მაინც აჭირდება ანუ შეიძლება პრაქტიკულად ეს 4-ვეც წავა ხახვი მოკლედ და ნიორი რამდენი უნდა დაახლოებით ცოტა 2 კბილი მეტი არა 2 კბილი და ქართული უნდა იყოსო ხო შენამ თავისთავად ის ყარს ჩინური ნიური აკროლებულია 3 წელი ხახვი დაგჭირდება ესე იგი ამისთვის როგორც 2 კბილი ნიორი 2 კბილი ნიორი თავის არომატს მისცემს მეტი ნივრით არ უნდა დავაჭერბოთ არა გაკეთე ნიკა არის წვალო რა რაზე წვალო სოთაშენ ხშირად მეკითხებიან ხოლმე ხელსაწყმანებზე რომ აი ხელსაწყმანები რა შეასაჭირო რატოა საჭირო მისთვისაა საჭირო იძახიან ხოლმე რა ну აი რაღაცას ერთს რო გააკეთე და გონიათ ხოლმე მე რო ერთ წელი ხელსაწყმანებს ამ დროს ერთი აი ჩავყარე მე 10 წელს ხო 10 წელს ხმარო შეამჩნევ ფქვილიანი იყო ეს ხო რა თქმა უნდა ცვლა უნდა ხელსაწყმანს და არა ის და რა თქმა უნდა ბოლოს ყველაფერს რა თქმა უნდა ხელი კეთდება პატარა ჯამი ეხლავე მოგა კინძი შემო აგერ კინძი ჩემო ბატონო აგერ ჯამი აგერ ბატონო ჩემო ბატონო კინძიც ამას მოგაშორებ ბარებამ აი ამ საქმე ათხოვს რომ ხელი არ შეგიშალოს დაუყარე ძაღლს ეგრევე ეს ცოტა კონიანია და ძაღლი წაიბადა ხორცი რომელიც აი იმას შეიძლება იმას ორი არ შეიძლება ხო იმას ვაჭმე მე აუცილებლად მე მაგას თვალის ჩინივით უფრთხილდები ძაღლს ეს გარეცხილია ხო გარეცხილი გასუფთავებული გაპრიალებული სხვათა შორის მოკლე კინძები ხო იცი პატარა აი ახალი წამოს ვის არა რა რაღაც ეს კი ბატონო თავისი მენა დაუყო კი ბატონო ეს უნდა დავჭეროთ ხო წვრილად კი ბატონო მოდი გადმოვდოთ ეს აქეთ ხელი ვარ შეგიშალოს ბატონო დაფახო არ არის პატარა არა ზომიერია ყველაფერი კინძ რატო ჭრით და არ ვატარებთ რატო იმიტომ ის მიდის წყლად ხო და ეს უფრო ცოცხალი არომატი ხდება პირში დაუჭრელი რო არის ხო გაუტარებელი უფრო სწორედ გასაგებია თვითონ ის კინძის გემო ძირას უშვებით თუ არ უშვებით გემონების აი შენ უშვებით თუ არ უშვებით კაი მოდი გავაკეთოთ დღეს როგორ შენაკეთებ აბსოლუტურად ის არ უშვები რატო ეხლა რამე ისეთ გემოს ჯერ ის ძირა არც არის რაც უნდა იყოს ანუ შენ ამბობ ის ქლიავას რასაც არის აზრებში და ის არ არის ის არ არის აი ისო იყოს კი ბატონო ხო ის არა ანუ მაშინ ის უნდა იშოვო ის ჩამოიტანო აი გარი ისენ ჩამოვიდნენ აი ხა ამას კიდე დაწმილება უნდა აი ამ იმას რა ქვია მწვანოს თუ აი ეს არა всё აი ეს უბრალოდ ეს უნდა დაიწყოს წითელი წიწაკაც გვაქვს ხო უნდა ხო მე მგონი ცოტა დაღერგილი ოდნა უხდება ოდნა უხდება ხავ ვატარებ ჩულებრივ თავისთავად გასაგებია აბა რა შევით ახლა ხორცი ცხავთ ხორცი გავრეცხოთ წავ დავიწყოთ გატარება წავ ეს ყველაფერი ხო ცივწყალში ირეცხება თავისთავად ჩიკა გველოდება ჩიკა არის ხოლმე აი მაშინ ხდება რა რაღაცა რო კეთდება ხო რა სრაზუ მაშინვე იცის რომ ეხლა ნუ ისე არ დარჩება რა ვარ გადავალოთ ერთი დროში არის კი ხო რა ხორცია ბიჭო ეხლა ხავსაც ხო გადავალოთ ხო ერთი გადავალოთ მოვიდა აი ჯიგარიც მოვიდა ჩიკა შენს ერთ ორ ცალ ხინკას 100%-იანი გიწილადებ ხო იცი რომ 100-იანი ისე არ გაგტოვებ აბა ლუდი არ გესმება თორე ლუცას ჩაგატნო ხახვი არის ყველაზე ბინძური რო იცოდე მართლა ხო შიგნიდან მით უმეტეს რო კი ბატონო აბა რა ვა გასაგებია შე წავედით ხო გასატარებლად კი ბატონო წავ მოკლედ რა ვატარებთ ხო ჩაოლებრივად ხო ეგ არის ხო გამოტარებული უნდა გადაარდა ხო ჟა მაინც თავის გემოს იმასება სიგი ჯორჯება
ალუმინის გემოსადმი. ალუმინის გემოსადმი. მოკლედ ესეც გამოვატარეთ რა. და ბოლოს ვატარეთ ხოლმე ცოტა ხარ. ხო. ხოთი გამოიტანოს. მოდი ამას მოგირეცხავ ჯამს მანამდე სანამ შენ ამას გამოვატარებ. მოკლედ ესე იგი ახლა ფარში არის ხო? შეზავებაზე? კი ბატონო. შეზავებაზე ხო? გადავდივართ. ეს წვარი პირდაპირ ესევე ხო? კი ბატონო. დაგრიგით რა. ახალი ხელთათმალები ხوار მოგართვა ბატონო ნიკოლოს. გაიხა ხო? ხო. წყალი ბევრი უნდა ხო საერთოდ ხინკალს. კი, შეიწოს. ო, ნახე როგორ აშენდეს სოფლის შენებაში როა. ნახე როგორ აშენდეს. ხოვა. ეხლა მე ვიქნები ცოტა ხანში გადამღები რა. კი ბატონო. იმიტომ რომ ესე იგი მაიკოს არ უყურს გამოჩენა ხოლმე. კი ბატონო. ხო და ისე ხელით კი შემოგეხიდება ამ ამბავში მოხვევაში, იმიტომ რომ ხინკალის გაკეთება მეც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ხო. მაგრამ მე მაინც რაც ვფიქრობ, იცი ნიკოლოზ, მაინც ვინც ახვევს ეს არის თავარი რა. თავარი. აი შენ მოხვევას რო შეძე. კი ფარში ყველაფერი ფარაფარ, მოხვევასაც თავისებური. კი ბატონო. ხო და მე ვერ ვახვევ ხინკალს. მე ვახვევ. შანსი არ არის რა, ვერ ვახვევ რა და ნახოთ რა. იწიბია ნაუჩი. არა და რა, იცი. სად ერთი ვე, არა რა. არა ხინკლის შეურაცხყოფა არის რა, ეს რამე რომ ახვევ ისეთი მოხვევა არის ხინკლის შეურაცხყოფა რა. ხო რა. აი ხინკალს რო ჩანგას ჩანგას შეჭამ ხო? ხო, აი ეგეთი არის ჩემი მოხვეული ის არა, არის. ეგ არის ჩემი საქმე რა. აბა უყურე. ეს ხო არ გჭირდება. რა. ეს ჯამი. ჯამი არ გჭირდება, ასე რომ ჩვენ დავჭირდება მე პოდნოსი. აი ესეთ რაღაცებზე დავდოთ? კი ბატონო. ლამაზი ერთი. მაგრამ ეს არ გყოფა როგორ ჩანს. არა. ჩვენ და მეორეც მაქვს. აი, სუ ნატურალური არა ძმაო. ყველაფერი აქ რაც მაქვს. აქ რაც მაქვს, მე სუ ნატურალური მაქვს. აქ ორი წყობა წავალ. მე მგონი. ხო? ორი წკრივზე წავალ. ორი წკრივზე აქ წავალ, იქ წავალ, აქ წავალ და ბოლოს თავარია რომ ბოლოს წყალი თუხტუხებს. თუხტუხებს, კი ბატონო, კი ბატონო. ცოტა ხანი ისე. ციგ ველოდებით. ცოტა დარბილდეს. რამდენი ხანი ველოდებით ახლა? 10 წუთი. 10 წუთი. გასაგები. ახლა მოხვეული ჩვენ უკვე ხინკალი. ნახევარსაათი. ანუ ნახევარსაათი მოხვეული გვექნება ჩაყრილი. ჩაყრილი გვექნება. 40 წუთში გვექნება მზად? კი. 40 წუთში მზად გვექნება. გასაგებია. ანუ ესე იგი როგორია შენ რა თქვი თუ დაგჭათ სომი და ფარში? შევდებთ. ხო. ფარში. ხო, შევინახავთ, კარგად მოუკრავთ. ხო. მაციოში თუ საყინულში? საყინულში ფარში. ფარში. და ეს მაციოში, ხო? კი ბატონო. და რამდენი ხანი შეიძლება მაციოში იყოს? გინდა ერთი კვირა ქონდეს არაფერი. არაფერი არ არის. ჩვენიერი გამოდის. გასაგებია. მიდის ბოლოსკენ საქმე მიდის ბოლოსკენ ისე რასაც ამბობ მართლაც ნახევარი გავაკეთოთ თორე ჩვენ ახლა 100 წელი თუ ვახვიეთ აქა როდესაც შავჭამოთ მე ჩვენ ხინკალი ანუ ესე პირველი ჩაყრის არის სადაც 40 წელი კი ბატონო და კიდე ერთი 40-ში აქ არის ხო მეტის მეტია ხო ამეტია ხო მოკლედ ნიკოლოს კარგად ვიქები ხორცი, კარგად გადააჭიპჭიპე, მაგი. ვიდი. კათხები მაცის ხაყინულეში დევს, ლუდი მაცივარში. არაყი კი არის ცივი და ცივი. ხვაბი, თუხტუხებს, ხვაბი ნიკოლოს, თუხტუხებს. ძალიან კაი, ჩვენ საქავარი. ეს დადებდა როგორ აშენდეს? აჰა. გადმოვდოთ აი. ჯამომი კი ბატონო. სადაც სომი გვედო, აქ გამოჩეროთ დროებით. ეს დასდება. ეგ არის. ესე რომ გასატყილებლად ადვილი იყოს. ხო. მაქსიმუმ რამდენი გაიკეთებია დღეს შენგან ნიკოლოს? თავი. აუ, თავიდან ერთი 300 ვაკეთებდი. 300. ერთი მარტო. ოუ. მაგარი შრომატევადი იქნებოდა. მე მაგალითად ცოტა სქელი რო არის ცომი მიყვარს.
აი ეხლა უკვე დავიხმარეთ, დამხმარეთ ძალა. მაიკო გვეხმარება უკვე და უბრალოდ არ უყვარს კაცში გამოჩენა. ისიც დაგვეხმარება რომ უცებ მოვახვიოთ, უცებ. აი, ნახე როგორ აშენდეს. ძალა აღმართ ხნავსო, ხო იცი? აი, რას ნიშნავს? ტრაქტორი მინდორსო, ხო? აბა, ნახე რა ვქნა, ნახე. მორჩა, ეხლა გადავდივართ ესე იგი всё, ხო, შეხვევაზე. კი ბატონო. აბა წავიდა, აი. ნიკოლოზი ჩელენჯია. აქეთ მაიკო. ნახე როგორ აშენდეს? ნახე, უკვე აშენებულია. ამას მე ბოლოს მოვაწყვეტოთ რომ უჭერ ხოლმე რომ შეწებდეს კარგად რომ არ გაუშვას. ბოლოს აწყვეტ? მაიკო მანამდე მოვაწყვეტა. არა უშავს? ხო, არა უშავს. აბა წავიდა. მე დავიწყებ თქვენს ნებართვით. კი ბატონო. პროცესი დაწყებულია. ნიკოლოზი დაგვეღალა ცოტა. არა უშავს, დაჯექი პირიქით, რატო წვალო? იროში. არა, ნიკოლოზ, რატო წვალო? ეს რატო იცი ფქვილიანი რო არის, კარგად რომ მიეწე, კიდე უჭერ ხოლმე რომ იმაში არ გაიხსნას რა. აი, ეს აქეთ მაიკოსი, აქეთ ნიკოლოზის გაკეთებული ხინკლები, კიდევ მზადდება, ერთი დაფა შევავსეთ, მეორე დაფის შესავსებად მივდივართ. აგერ, რა, ნიკოლოზ გეჯგრება, მეგონი მაიკომ გაჯობა შეხვევაში. შეხლა გემო უნდა იყოს თავად თორე. მე რო გითხოთ ერთი ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა გემოს სხვა არის, შეხვევა. აი, აქეთ არის ნიკოლოზის ჩალაგებული. აქეთ მაიკოს ჩელენჯია. ნიკოლოზი დაგვეღალა. აგერ, ჩვენი ხინკლები მზად არის და გადავედით. ბოლოში. წავედით, მარილი ჩავყაროთ ეხლა. წავედით, მარილი. ხის ციცხვი. შეცადი გაიარე ჩვეულებრივად ზაღლი არაფერს არ მიდა. ხის ციცხვი მინდა. წავედით ხისკოვზიც გვაქვს და ყველაფერი აქ არის. ჩიკუნა. აბა. დაატრიალე. დავატრიალე. всё. წავიდა. ოპა. თუხტუხებს, ნიკოლო, შენ ამბობდი, ცეცხლს გაუჭირდებაო, ნახე. დაატრიალე ზემოდან. დავატრიალე. ქვემოდან მოწყვი შეგვიძლია ეს არაფერი არ იქნება. ძირიდან, კუთხიდან რომ მიყვები, არაფერი არ იქნება. მიდი დაატრიალე ზემოდან. მიდი ნიკოლო, მიდი. ოხ, პაპა. ეგარი. ხო ხედავ, დუღილიც კი არ შეაჩერა, დუღილიც. გამოუშვა ერთმა, არა გემონები. არის ვერ მოვასწარეთ. არა უშეთი ცალი ორი ცალი. ეგ არაფერი კაცო, ჩაუშვი არაფერი მაგას შეკრავს. შენ მიდი ცხელი. დაატრიალე მერქი, დავატრიალებ მაგას არაფერი არ უნდა თუ დაიკრა მე ნახეში. არ დაიკრავს, არც ერთ ცალს დამიჯერე. რომი? არა, всё, უკვე არა. აი ზემოდან რო დაატრიალეს, ხო მივხვდი? მივხვდი, უკვე ამან პირი შეუკრა. ცეცხლი მაგარია. ცივიწყალი ხო? არა. დაუშვი. ოპა, ჩავკალით. ოხ. ოპლია. ვა. აი, ჩემო ჯიგრებო, ესეც ხინკალი. ოხ. აუ. ოხ. სუპერი. აუ. გემოს აღარ უნდა გაშინჯვა. გემოსაც გავსინჯავთ ახლა, აბა რას ვიზავთ? მაიკოს უნდა მოვახვინოთ ხოლმე მარტო და ჩემცოლს. ოპა. დანჩენ მე გავამზადებ რა იყო?
კი, ძმაო. არა, მე მომხვევი არა ვარ პირდაპირ გეუბნებით. ეგრე იყოს, არ მიგვეწევს მე. კი ბატონო. ოპლია, მოდი, აი აქ მოათავსე. ეხლა ამას მეციულუც. ნიკოლოზ მოვაყარო პიმპილი პირდაპირ. მიდი, დაბარო. პიმპილი. ეხლა ნიკოლოზ ისე ამის არყის გარეშე და ლუდის გარეშე არ შეიძლება საწოდაობაა რა. ეგა, ოპა. ეგარი. აგერ ლუდი ჩემო ნიკოლოზ ცივი. ბიჭო, ბატონები გაყინული. აი, ვაკლები. და რა ამითი გამოგვივიდა? მოდი. დაუშვათ. ცოტა კაფით ხო იციან? კაფით არის წესი. აი ჩემ ძმის მაგიდო ხო, მაგრა თუ ყავს ლუდი რა. ბა. ზაზას. ერთი. ეხლავე. გავსინჯოთ ერთი, მე ჯერ ძალიან ცხელია მე. არა, ცხელი გაცივდა. მე ცივი მიყვარს ყველაფერი. ცხელი მიყვარს ხინკალი, მაგრამ აბა ნახოთ. შენ ხო იცი, კახელემა რო იციან ხო, ჯერ ცხელია ძმაო. არა. საჩემოთ ჯერ ვერ არის. კახელემა იციან შენ ხო იცი. იმასო რა ქვია. შესაძლოა, შავი ციცა კარათ უნდაო. ჩემ გემოზე უქენი მარილდა. მეტია, შენ მარილიანი მიყვარს? არა, მე მიყვარს. კი. კუჭი მაინც მიგეცა რა კაცო. კუჭი მიყვარს. კუჭი გიყვარს კაცო. ჩიკა დაიცა ერთი წუთი გაცივდეს, ერთი ხინკალი, აი გახეული შენია ძმა. აი მოდი, ეხლავე მოგცემ. ეხლავე, აი მოდი. აი დაგიდებ ჩიკა ჯან. აი აქ, აი ნახე, ეს შენ, აი შენი წილია როგორც შეგვიდით რა. ოჰო რა არის? აბა ერთი ვნახოთ რა. მოდი არახს ჩამოასხო. ჩვენ საკაიფოთ აქ. აი ხლა არახს ჩამოასხო მე. აი ეს. ოპა. აბა დამოვართ ნიკოლოზ. შენ ცხელს ჭამ ძალიან. ცხელი მიყვარს თორე ცივი. არა, ცივი არა, მაგრამ ესეთი ცხელი, აი ჩიკაც ვერ აჭამს, ხო ხედავ, ჯერ ელოდება. ხინკალი ცხელია, კაი. არა, ცხელი კაია, მაგრამ ეს სანტუხტუხა. ეხლა. აი ეხლა კი კაი იქნება. აი ფერ მარილი რა აქვს. ოჰო. როგორია ძმაო? აღიარე. კარგია მართლა. წვენიც, მაგრამ გავსვლია. მიდე ხო გეუბნები შეიძლება მეტის. არ ჭირდება მის. საკმარისია. არ ჭირდება რა. ნახე რა უკნა. აი ჩემზე მაგარი ყოფილა რა. არის ძმაო დონე? აი ესეთ ხინკალს არ შეჭამე ხა. ვერსად. ჩვენ თუ გავაკეთებ და სახში რა ვინც აკეთებს რა. აბა ჩემო ნიკოლოზ. ჩემ ჯიგრებს მინდა ყველას მიულოცო. ქრისტეს შობა მეთქი. აღდგომა. წინვალე შვიდეულია და ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა და მრავალ უფალმა სიხარული ბედნიერება არ მოაკლოთ მათ რა. ჩიკუნა დაჯექი. და რავი. აგერ ჩემო ძმებო, აბა არ დაიზაროთ, მოწონება, კომენტარი, გამოწერა, რაც თავარია და აგერ ნიკო შემოგვიერთდება ხოლმე და გასწავლის კაი კაბაბებს, რაღაცებს, აქეთური, იქეთური. ბრავოს დაესწრონ ყველა. კი, ყველას შვიდობა ჯანმრთელობისას. ყველას საქართველოში, ქართველის მოყვარულს, ყველას. არა კიდე მშობლო, მარტო ქართულს კი არა, ვისაც საქართველოს მოყვარს და ჩვენ სამშობლოს პატრიოტებს რა. ლოდიც მივარ ტყაც ერთი პატრიარქმაც ერთმა ნაცნობს თქვა რომ ლუდი დალია თუ სადღეგრძელო. გაცივდა ხინკალი, გაცივდა. კაია.